დაიბადა დედოფლებზე მდიდარი და საფრანგეთის ტახტთან თითქმის ყველა ცოცხალზე ახლოს. ან მარი ლუის დორლეანი უნდა ეცხოვრა უსაზღვრო თავისუფლების ცხოვრებით. ამის ნაცვლად მისი უზარმაზარი ქონება მას პოლიტიკურ ნადავლად, სამეფო საფრთხედ და საბოლოოდ ძალაუფლების, სკანდალისა და მარტოობის მახეში გამმულ ქალად აქცევდა. ეს არის ევროპის ყველაზე მდიდარი მემკვიდრის ტრაგიკული ისტორია და როგორ აღმოჩნდა იგი იზოლირებული, გადასახლებული და მარტო. ან მარი ლუის დორლეანი, მომავალი მონპანსიეს ჰერცოგინია, დაიბადა ლუვრის სასახლეში, პარიზის ცენტრში, 1627 წლის 29 მაისს. იმ დროს ლუვრი არც მუზეუმი იყო და არც სამხატვრო გალერეა, არამედ ფრანგული სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მთავარი რეზიდენცია პარიზის ცენტრში. და მიზეზი, რატომაც ან მარი აქ დაიბადა, ის იყო, რომ ისიც რა თქმა უნდა სამეფო ოჯახის წევრი იყო. მისი მამა იყო გასტონ, ორლეანის ჰერცოგი. ის იყო საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხეის უმცროსი ვაჟი, რომელმაც 1589 წელს ბურბონების სამეფო დინასტია დაარსა და საფრანგეთს მართავდა 1610 წელს მისი მკვლელობისამდე. ამგვარად, ან მარი მეფის შვილიშვილი იყო და მისი ბიძა იყო ანრი ხოთმეის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე, მეფე ლუი 18. ან მარის დედა იყო მარი დე ბურბონი, მონპანსიეს ჰერცოგინია. ის ბურბონების სახლის კიდევ ერთი შტოდანი იყო და ჰერცოგინია გახდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ. მარი და გასტონი დაქორწინდნენ 1626 წლის აგვისტოში და რამდენიმე კვირაში მარი პირველად დაფეხმძიმდა. სამწუხაროდ, ან მარიას არასოდეს ეცოდინებოდა თავისი დედა. ის ავად გახდა მშობიარობის შემდეგ და გარდაიცვალა 1627 წლის 4 ივნისს, სულ რაღაც 21 წლის ასაკში. ან მარიას დაბადებიდან ნაკლებ ერთ კვირაში. დედის გარდაცვალების შემდეგ ახალშობილმა ან მარიამ მემკვიდრეობით მიიღო მონპანსიეს ჰერცოგინიის ტიტული და ისეთი უზარმაზარი ქონება, რომ სულ 6 დღის ასაკში საფრანგეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მემკვიდრედ იქცა. ან მარიას ადრეული ცხოვრება რთული იყო. ის იზრდებოდა სამეფო კარის გარშემო და მის მახლობლად, თუმცა მისი მამის მთავარი რეზიდენცია პარიზის სამხრეთით ორლეანის ქალაქში იყო. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მოსაოდნელი იყო, რომ გასტონი ხელახლა დაქორწინდებოდა და ვაჟი მემკვიდრე ეყოლებოდა, რომელიც სამეფოში ერთ-ერთ უდიდეს ქონებას მიიღებდა. ამის ნაცვლად მომდევნო წლებში მან დაიწყო ურთიერთობა მარგერიტ დე ლორენთან და 1632 წელს ფარულად იქორწინა მასზე, მას შემდეგ რაც მისმა ძმამ, ლუი მე-13-მ უარი თქვა ქორწინების ნებართვაზე. მეფე ქორწინებას პოლიტიკური მიზეზების გამო ეწინააღმდეგებოდა, რადგან იმ დროს საფრანგეთი ლორენთან კონფლიქტში იყო. როდესაც ქორწინების ამბავი სამეფო კარს მიაღწია, გასტონზე ზეწოლა მოახდინეს, რომ ქორწინება გაეუქმებინა. ბავშვობაში ან მარი პალე დე ტიულერიში ცხოვრობდა თავისი აღზრდელის მზრუნველობის ქვეშ, რომელიც მის განათლებას ზედამხედველობდა და წერა-კითხვას ასწავლიდა. როდესაც მომავალი ლუი მე-14 1638 წლის სექტემბერში დაიბადა, 11 წლის ან მარიამ განაცხადა, რომ ოდესმე მასზე იქორწინებდა და სითბოთი პატარა ქმარს ეძახდა ჩვილს, რაც სამეფო კარის გასართობად იქცა. თუმცა მისმა კომენტარებმა საყვედური მოუტანა როგორც ლუი თაქსდემეცგან, ასევე კარდინალ რიშელიესგან. ამასობაში მის მამას სხვა ამბიციები ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ მას სხვა სამეფო ბიძაშვილზე დააქორწინებდა. თუმცა ამ ყველაფერს არაფერი მოჰყოლია. 1653 წლის ადრეულ ზაფხულში გასტონი საბოლოოდ დაქორწინდა თავის საყვარელ მარგარიტაზე. როდესაც ლუი მე-13 სიკვდილის პირას იყო, ბოლოს და ბოლოს მისცა თავის ძმას ნებართვა, რომ დაელეგიტიმირებინა ის კავშირი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. ეს ან მარიესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ წლების განმავლობაში გასტონს ვერ გაუჩენია გადარჩენილი ვაჟი მემკვიდრე. გასტონს და მარგარიტს ერთად რამდენიმე შვილი ჰყავდათ, მაგრამ მათი ყველა შვილი გოგონა იყო, ერთი ბიჭის გარდა. ეს იყო ჟან გასტონი, ვალუას ჰერცოგი. სამწუხაროდ ის გარდაიცვალა გაუწყლოების და სხვა გართულებების გამო, რომლებიც მძიმე დიარეამ გამოიწვია 1652 წლის აგვისტოში, როდესაც ის 2 წლის იყო. ეს ნიშნავდა, რომ ან მარი, როგორც მამის უფროსი ქალიშვილი, ერთ დღეს მის უზარმაზარ მამულებსა და ტიტულებს მიიღებდა მემკვიდრეობით, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სასურვეო პრინცესად აქცევდა. მაგრამ მისი ქმედებები მალე ბევრად უფრო ბნელ გზაზე მიიყვანს. იმ დროისთვის, როცა მისი პატარა ძმა 1652 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, ან მარი უკვე საკმაოდ ჰქონდა სახელი მოხვეჭილი საფრანგეთის პოლიტიკაში. ეს დაკავშირებული იყო სამოქალაქო ომთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა. უკვე 1653 წლის მაისში, ან მარის 4 წლის ბიძაშვილი, გახდა საფრანგეთის მეფე ლუი მე-14 მამის გარდაცვალების შემდეგ. ის ძალიან პატარა იყო მმართველობისთვის მრავალი წლის განმავლობაში და იმ დროს საფრანგეთი ჩართული იყო 30 წლიანი ომში ავსტრიისა და ესპანეთის ჰაბსბურგების წინააღმდეგ.
ომის დასაფინანსებლად მძიმე გადასახადების გაზრდამ და ეფექტური მეფის არქონამ პიკს მიაღწია 1648 წელს, როდესაც პარიზში აჯანყებები დაიწყო და შემდეგ სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. ფრონდა, როგორც ეს სამოქალაქო ომი გახდა ცნობილი, ეტაპობრივად გაგრძელდა 5 წლის განმავლობაში. ფრონდის პერიოდში ან მარიე ცუდი სახელით გახდა ცნობილი აჯანყებულებისადმი, მისი სავარაუდო სიმპათიების გამო. თუმცა მისი ერთგულება ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ბევრს ეგონა. აჯანყების ადრეულ წლებში მან ღიად დაუჭირა მხარი აჯანყებულ ლიდერებს ბორდოში და თვითონაც იქ გაემგზავრა. მაგრამ მოგვიანებით მან დრამატულად შეუწყო ხელი აჯანყებულ ქალაქსა და სამეფო ხელისუფლებას შორის მშვიდობის მოლაპარაკებებს. შემდეგ, როდესაც 1652 წელს ახალი არეულობა დაიწყო, ან მარი ორლეანში გაემგზავრა და სცადა აჯანყებულებთან მოლაპარაკება. მაგრამ როდესაც ის მივიდა, ქალაქის კარები დაკეტილი იყო და ხელისუფლებამ მას შესვა აუგზავა. უკან დაბრუნებაზე უარი თქვა და ნავით გადაკვეთა მდინარე, კატასავით გადაძვრა თავდაცვით ბარიერებზე და კარებში არსებულ ნაპრალში გაიბარა. მალე მას ტრიუმფალურად ატარეს ქუჩებში და აჯანყების არაოფიციალურ ლიდერად იქცა. მოგვიანებით ან მარი პარიზში დაბრუნდა, სადაც სამუდამოდ დააკავშირა თავისი ბედი აჯანყებასთან და აჯანყებულთა მოკავშირედ გაითქვა სახელი. 1642 წლის 2 ივლისს, ფობურგ სენ-ანტუანის ბრძოლის დროს, ქალაქში ბასტილიის საშიშ კედლებთან. მან გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და უბრძანა ციხე-სიმაგრის ქვემეხებს. ესროვათ სამეფო ძალებს ლუი, კონდეს პრინცის, მთავრობის ყველაზე საშიში მტრისა და მისი სამეფო ნათესავის მხარდასაჭერად. მისი ჩარევის მიუხედავად აჯანყება ჩაახშეს. როდესაც როიალისტებმა გაიმარჯვეს და მისი რეპუტაცია განადგურდა, ან მარი იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა, ფრონდა საბოლოოდ დაინგრა მომდევნო წელს და ახალგაზრდა ლუი 14-მა გადაწყვიტა, რომ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ აღარავინ გაბედავდა გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ ან მარი აჯანყებულ არისტოკრატებს, მაგალითად კონდეს პრინცს დაუდგა მხარი და არა უბრალო ხალხს, მისი ქმედებები არ დავიწყებულა. და მალე საფრანგეთის უმდიდრესი მემკვიდრე აღმოჩნდებოდა გადასახლებაში, მოშორებული იმ ბრწყინვალე კარს, რომელიც ოდესღაც უყვარდა. ან მარის ქმედებებმა ფრონდის დროს მისი კარზე დაბრუნება შეუძლებელი გახადა. გამარჯვებულმა როიალისტებმა იგი საშიშ მეამბოხედ შერაცხეს და ან მარი იძულებული გახდა გაქცეულიყო გადასახლებაში ბურგუნდიის შორეულ სასახლეში, სენ-ფარჯოში. ძველი უზარმაზარი მამული მიტოვებული და ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც დაცემულ პრინცესას მისი დიდი ნაწილის აღდგენა მოუხდა. იმ 5 წლის განმავლობაში, როცა იგი დამალული ცხოვრობდა, მუდმივად შიშობდა დაპატიმრების გამო. მაშინ, როცა მისი ბიძაშვილი საფრანგეთზე თავის ძალაუფლებას ამყარებდა. თუმცა ან მარი პირდაპირ სასჯელისგან გადაურჩა, მის მამას აჯანყებაში მონაწილეობის გამო მრავალი მიწა და ტიტული ჩამოართვეს. გადასახლებაში ყოფნის წლებში ან მარიემ სენ-ფარჟო დიდ ბაროკოს სტილის რეზიდენციად გადააქცია. დასაქმებული ყავდა არქიტექტორი ლუი ლევო, რომელიც მოგვიანებით ვერსალის სასახლეში შესრულებული ნამუშევრებით გახდა ცნობილი. თუმცა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი სენ-ფარჟოში 18 საუკუნეში ხანძარმა გაანადგურა. 1647 წლისთვის სამოქალაქო ომის ქაოსი უკვე მეხსიერებიდან იშლებოდა და 30 წლის ან მარიემ საბოლოოდ გადაწყვიტა გადასახლებიდან გამოსვლა. მის მამას, რომელიც ფრონდის დროს ასევე დაკარგა სამეფო კარზე კეთილგანწყობა, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მეფემ ნება დართო დაბრუნებულიყო სამეფო კარზე და ან მარიეც მალე შეუერთდა მას. სამეფო კარზე, ან მარიეს დიდგვაროვნები და თვით ოჯახის წევრებიც, რომლებმაც წლები არ ენახათ, მიიჩნევდნენ საკმაოდ სიმპათიურ ქალად. თუმცა ფრანგული კარის ლამაზმანად ნამდვილად ვერ აღიქვამდნენ. თუმცა რაც არ ყოფნიდა ბრწყინვალებაში, იმაზე ბევრად მეტი ჰქონდა სიმდიდრეში. ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი იყო საფრანგეთში, მაგრამ მისი უზარმაზარი ქონება კიდევ უფრო გაიზარდა მამის გარდაცვალების შემდეგ. ის გარდაიცვალა 1660 წლის 2 თებერვალს 51 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მრავალი მამული 1642 წელს ჩამოერთვა სამოქალაქო ომში მონაწილეობის გამო, მისი გარდაცვალების შემდეგ ან მარიემ მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი მიწები, ფერმები, სასახლეები და მამულები. ღამითვე, ოდესღაც, განდევნილი ამბოხებული პრინცესა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და უქორწინებელ ქალად იქცა მთელ ევროპაში და ახლა ყველა სამეფო კარზე ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუ ვინ დაქორწინდებოდა ყველაზე მდიდარ მემკვიდრეზე ევროპაში და შესაძლოა მთელ მსოფლიოში. როცა მისი მამა 1660 წელს გარდაიცვალა, ან მარიე, რომელიც უკვე ფართოდ იყო ცნობილი როგორც ლა გრანდ მადმუაზელი, დიდი ქალბატონი, 22 წლის იყო და კვლავ დაუქორწინებელი, რაც თითქმის სკანდალურად ითვლებოდა მისი რანგის პრინცესისთვის. იმ ეპოქაში, როცა არისტოკრატი ქალები ხშირად 15 ან 16 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ევროპის ყველაზე მდიდარი მემკვიდრე, როგორღაც 10 წლეულების განმავლობაში დაუქორწინებელი დარჩა.
ფროდის არეულობამ და ან მარიეს გადასახლებაში გატარებულმა წლებმა ნაწილობრივ ახსნა თუ რატომ დარჩა ის 1660 წლისთვის დაუქორწინებელი. თუმცა ნამდვილი ამბავი კიდევ უფრო გამორჩეული იყო. წლების განმავლობაში პრინცები და სამეფო საქროები მის უზარმაზარ ქონებას დასდევდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები რამდენჯერმე ჩაიშალა, ან თავად, ან მარიემ უარი თქვა ქორწინებაზე. მაგალითად, 1646 წელს ერთ-ერთმა წინადადებამ შემოგთავაზა, რომ ან მარიე დაქორწინებულიყო ფერდინანდ მესამეზე წმინდა რომის იმპერატორზე, მისი ცოლის, მარია ანა ესპანელის გარდაცვალების შემდეგ. ასეთი ქორწინება ლუი XIV-ის ბიძაშვილისა და ჰაბსბურგთა იმპერიის მმართველს შორის შესაძლოა დაეხმარებოდა მშვიდობის მოლაპარაკებების გაძლიერებას 30 წლის ომის ბოლო წლებში. თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ფერდინანდმა ამის ნაცვლად 1648 წელს ავსტრიელი მარია ლეოპოლდინე შეირთო ცოლად და მოგვიანებით ელეონორა გონზაგა. შემდეგ ფრონდის ამბებმა და ანა მარიას გადასახლებაში გატარებულმა წლებმა თითქმის გაანადგურა მისი ქორწინების პერსპექტივები. მაგრამ 1647 წელს კარზე დაბრუნების შემდეგ ევროპის უმდიდრესი მემკვიდრე მოულოდნელად კვლავ სასურველი გახდა. ერთი წინადადება კი იმასაც კი გულისხმობდა, რომ მას უნდა დაქორწინებოდა ფილიპე ნართოგზე, ორლეანის ჰერცოგზე, მის ბიძაშვილზე და ლუი XIV-ის უმცროს ძმაზე. მაგრამ ფილიპე ანა მარიაზე 13 წლით უმცროსი იყო, საყოველთაოდ უმციფრად მიჩნეული და ჯერ კიდევ ძლიერ მიჯაჭვული დედაზე. ამიტომ ანა მარიამ უარი თქვა ამ ქორწინებაზე. ბოლოს ფილიპე ჰენრიეტა ანა სტიუარტზე დაქორწინდა, რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ მეორის და იყო. წლების განმავლობაში ასევე იყო საუბარი ანამან მარიას ჩარლზზე დაქორწინებაზე, როცა ის კონტინენტზე გადასახლებაში იმყოფებოდა. მაგრამ 1660 წელს ინგლისში მონარქიის აღდგენის შემდეგ ჩარლზს ინგლისში დაბრუნება და ტახტის დაბრუნება შეეძლო, თუმცა მან ამის ნაცვლად ბრაგანსის კატერინაზე იქორწინა, რომელიც პორტუგალიის პრინცესა იყო და რომლის მზითევმაც ინგლისს როგორც ფული, ისე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთის ტერიტორიები მოუტანა. ასევე პორტუგალიის სამეფო ოჯახის წევრი იყო ანა მარიას ბოლო მნიშვნელოვანი საქმრო. 1663 წელს ლუი XIV შესთავაზა, რომ ანა მარია პორტუგალიის აფონსო მე-6-ზე დაქორწინებულიყო. თუმცა ეს წინადადება ანა მარიას საშინლად შეეშინდა. აფონსო ანა მარიაზე 16 წლით უმცროსი იყო, ფიზიკურად შეზღუდული და ფართოდ მიიჩნეოდა არასტაბილურად და უმციფრად. ანა მარიას არანაირი სურვილი არ ჰქონდა საფრანგეთი დაეტოვებინა და შორეულ ლისაბონში ახალგაზრდა უცხოელ მეფეზე დაქორწინებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ანა მარიამ უარი უთხრა ყველა თავის სასიძოს, ან მათი ურთიერთობები ჩაიშალა, მან მალე რომანი დაიწყო, რომელიც მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალად გადაიქცა. 1660-იანი წლების ბოლოს ანა მარია ანტუან ნონპარტე კუმინში, ლოზუნის პირველ ჰერცოგში შეყვარებული გახდა. ის გაღარიბებული ფრანგი წვრილი არისტოკრატების ოჯახიდან იყო და ესპანეთში დიპლომატის როლით სასახლეში დიდებასა და ძალაუფლებას მიაღწია. რამდენიმე თვიანი რომანის შემდეგ ანა მარიამ თავის ბიძაშვილ მეფეს ლოზუნზე დაქორწინების ნებართვა სთხოვა. სამეფო კარის გაოცებით ლუიმ თავდაპირველად დათანხმდა და ისინი პარიზში 1670 წლის დეკემბერში უნდა დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ ცერემონიის ჩატარებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მეფემ მოულოდნელად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ეს ქორწინება აღშფოთებას იწვევდა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპის უმდიდრესი მემკვიდრე ცდილობდა დაქორწინებულიყო კაცზე, რომელსაც ისინი მისზე ბევრად დაბალ წოდებად მიიჩნევდნენ. ამასთან ერთად ლუისის ცოლი და ორლეანის ჰერცოგი მომავალში მისი მამულების დიდ ნაწილს მიიღებდნენ მემკვიდრეობით, თუ ის არასდროს დაქორწინდებოდა. ან მარი გაბრაზდა, როდესაც ქორწილი მოულოდნელად გააუქმეს და რამდენიმე კვირით საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორდა. მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. ლოზენი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ გაბედა და ასე მაღლამდგომი ქალი მოიყვანა ცოლად. კაცრი დაცვით დაპატიმრებული, მან რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ. წლების გასვლასთან ერთად გავრცელდა ცნობები მისი ქცევის უფრო და უფრო არასტაბილურობის შესახებ. მისი საკანი ქაოსში აღმოჩნდა, ხოლო მისი წვერი და გარეგნობა იმდენად გაუველურდა, რომ ზოგს ეგონა გონებას კარგავდა. ლოზონი ციხეში 10 წელზე მეტხანს დარჩა, მაშინ როცა ანა მარი გამუდმებით ითხოვდა მის გათავისუფლებას. ბოლოს მასზე ზეწოლა მოახდინეს, რომ ლოზონის თავისუფლების სანაცვლოდ უზარმაზარი მამულები და სიმდიდრე დაეთმო. საბოლოოდ 1691 წელს ლოზუნი ციხიდან გაათავისუფლეს. მალე გავრცელდა ხმები, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა, მაგრამ წვოვანმა პატიმრობა მის შეცვალა. ცეცხლოვანი რომანი, რომელმაც ოდესღაც საფრანგეთის კარს სკანდალი მოუტანა, ახლა თითქმის მხოლოდ ფერფლად იყო ქცეული. მეტი ვიდრე 10 წლიანი განშორების, სიმწარისა და დამცირების შემდეგ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფაქტობრივად დასრულდა.
ანა მარი იმედგაცრუებული დარჩა 1670-იანი წლების მოვლენებით და სულ უფრო ხშირად ატარებდა დროს კარისგან მოშორებით. Palais du Luxembourg-ში, კიდევ ერთ დიდ სამეფო რეზიდენციაში პარიზის გარეუბანში, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო მას შემდეგ, რაც მისი დედინაცვალი მარგარიტა ლოთარინგიელი 1662 წელს გარდაიცვალა. 1680-იან წლებში ფრანგული კარი ასევე დატოვა პარიზი და ლუი XIV-ის ბრძანებით ვერსალში გადავიდა. Grand Mademoiselle იქ იშვიათად ჩნდებოდა. ამის ნაცვლად მან ჩუმად და ნაწილობრივ განმარტოებით გაატარა ცხოვრების ბოლო წლები და გარდაიცვალა Palais du Luxembourg-ში 1693 წლის 5 აპრილს, 65 წლის ასაკში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლოზუნმა სთხოვა მასთან შეხვედრა, მაგრამ ამაკმა Grand Mademoiselle-მა უარი უთხრა. მისი უდიდესი მამული და მიწები, რომლებიც შემცირდა იმისთვის, რომ 12 წლის წინ ჰერცოგის გათავისუფლების საფასური გადაეხადათ, ძირითადად მის ბიძაშვილს, ორლეანის ჰერცოგს გადაეცა. ამის მიუხედავად, მის დაკრძალვაზე ფრანგმა კარის კაცმა და მემუარისტმა სენ-სიმონის ჰერცოგმა განაცხადა, რომ ის იყო ევროპის ყველაზე მდიდარი უცოლო პრინცესა. Grand Mademoiselle დაკრძალეს სენ-დენის ბაზილიკაში, პარიზის გარეთ, მისი გარდაცვალებიდან 2 კვირის შემდეგ. ცერემონიის დროს საშინელი შემთხვევა მოხდა. ადრეული თანამედროვე საფრანგეთში ტრადიცია იყო, რომ სამეფო ოჯახის წევრებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ და ცალკე ბალზამირებდნენ. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ სხეული უფრო დიდხანს დარჩენილიყო საჯაროდ გამოსვენებული და სწრაფად არ დაშლილიყო. შინაგანი ორგანოები შემდეგ ურნაში დებდნენ და დაკრძალვის დროს სხეულთან ერთად მარხავდნენ. მონპანსიეს ჰერცოგინიის შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები დუღილს დაიწყო და მათში მოთავსებული ურნა დაკრძალვის ცერემონიის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც გაჩნდა სუნი, რომელმაც მრავალი დამსწრე ეკლესიიდან გააქცია. ეს ცუდი დასასრული იყო ქალისთვის, რომელიც უზარმაზარი სიმდიდრით, სამეფო სისხლითა და წარმოუდგენელი უპირატესობებით დაიბადა. თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი იმ ძალასა და პრივილეგიაში გამოკეტილმა გაატარა, რომელიც თითქოს უნდა დაეცვა და ხელშეუხებელი გაეხადა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ან მარი ლუის დორლეანზე, დიდ მადმუაზელზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამაზე და თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ შემდეგ დავითრებული ცხოვრებების ეპიზოდში შეგხვდებით. გმადლობთ.